გატოტალებულია? მოგესალმებით, მეგობრებო, ეს პირველი ქართული მოტოვია, მე სუპერსკინი ვარ. ერთ-ერთ ვიდეოში, სადაც ვიყავით დიდგორზე და ვნახეთ აი ეს. მენადღევანდელია. აგერძმაო, აჰა. 100%-ით მოტოციკლეტი არის, იმიტომ რომ ნახეხები აქვს. ბიჭო, თან ზუსტად ეგეთი ადგილი არის. აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ არ ვწდებოდით და თურმე აი ეს მოტო დამტრეულა აქ, რომლის მფლობელსაც დაუკავშირდით და ზუსტად ეს მოტო აღდგენილი, გაცოცხლებული მოვიდა ისევ აქ. გავესაუბროთ ამ მოტოს მფლობელს, მოგვიყვება რა მოხდა, რატო მოხდა, შეგვიძლია დავიწყოთ. არა, იქით არის. ძალიან გამიხარდა რომ შევხვდით. აი ეს არის მეგობრებო ის ძელი, რომელმაც ფაქტიურად ამას დაეჯახე, ხო? კი. ერთი-ორი სიტყვით რომ მოგვიყვე რა მოხდა, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს პირადად შენგან ფოტოები ვნახე მე წინასწარ. ნუ მე ჩემი ძმაკაცი ვაპირებდით რა, წამოსვლას დიდგორზე რა, კაი ამინდი იყო რაღაცა. და რავი ერთი-ორი წუთი ამოუხვიეთ დიდგორზე, როცა ხრეში იყო, აი აქ მთლიანად გზაზე. და ნუ კონტროლი ვერ იმასაკენია, მოტო ვერ შევინარჩუნე. შემეშინდა იმის რომ ამას არ დავჯახებოდი და პირდაპირ არ წავსულიყავი და სანამ ამდენი რამე გადავხარშე, მომიცურდა კიდევაც და ვისრიალე ბეჭებზე. რამე მოგივიდა? მე მგონი ნაკრძობი იმით გადარჩა. ხო, მაჯა ვიღრძე და მუხლი მქონდა დაბეჟილი და უკოჭლობდი რა. უეჭველი ვიცოდი რომ დავილეწებოდი რა, უკვე. ხრეში რომ დავინახე და ცოტა რომ დავიბენი, უკვე მივხვდი რომ დავილეწებოდი, მაგრამ აი ის მომენტი რომ ეგრევე დამიკეცავდა რულს და მე გავფრინდებოდი, მაგდენი არ მქონდა გააზრებული. გამოცდილება რა გქონდა? ანუ რამდენი ხანია რაც მოტოზე ზიხარ? 2 წელია მოტოს ვატარებ. 2 წელია, ოკეი. ანუ ეგ არისო ის იმის გამო, რომ აი გუშინ დაიწყე და შემთხვევით. გამოცდილების გამო არა, უბრალოდ ის იყო, რომ ხრეში იყო, არ ველოდებოდი. და სტრაფად შევედი მოსახვევში რა. თბილი იყო, მაგრამ ცოტა გაცვეთილი იყო და ხუნდებით შესაძლებელი მქონდა. რა დაგიჟდა, რა იყო დაზიანებული და დეტალებიც მე. დაზიანებული ალბათ სურათებს ნახებ, მე რაც მქონდა, მთელი პლასმასები, აქეთ მხარე, კლიპონი. იქეთ მხარეს აი ამ ტროსებში შევარდა საერთოდ და აი ამ სტოლბას როგორც თქვი დაეჯახა. დისკი, ისინი ვილკები და ფარები და რა ეგეთ რაღაცები რა. ნუ 6000 ლარი დამიჯდა მთლიანი მოტოს გაკეთება. 6000 ლარი, 6000 ლარი დაჯდა თავიდან ბოლომდე ყველაფერი, ხო? რამე არის ისეთი, რაც გინდა რომ მაგ ავარიის მერე ვინმეს უთხრა, ვინც ახლა იწყებს? ბევრი რამე არის, ჯერ ერთი რომ ეკიპირება ყოველთვის უნდა გეცვას. ეს გეცვა ხო ყველაფერი რაც გეცვია? სასურველია ტყავი გეცვას, იმიტომ რომ როგორც მე ვისრიალე ბეჭებზე არაფერი მომივიდა, როცა დაიფაროს ყველა და დაიცავს მაინც ტყავი. რავი, მოტო მზადყოფნაში უნდა იყოს და გზა უნდა იცოდე. შენ იცოდი გზა? გზა ვიცოდი, მაგრამ არ ელოდებოდი უბრალოდ ხრეშს. ხრეშს არ ველოდებოდი. მეც მახსოვს რომ იმ ვიდეოშიც ძალიან ისეა რა, რომ ვა, მეთქი უეჭველი ვიღაც დაიმტრა რა, იმიტომ რომ აშკარად ჩანს რომ აი ფუტპეგის ან რაღაცის ნახეხია რა, იმენა მოტოს მოსრიალებულის გახეხილი და კონის ნახეხი იყო, ალბათობით. ხო. ეხა მოტო ჯანზეა, გააცოცხლე ჩვეულები ვართ, მაგრამ ისე ვიცი. ბევრად უფრო ჯანზეა, ვიდრე აქამდე იყო. ბევრად უფრო ჯანზე რატო არის რამე გაუკეთე? დემპერი ისევ გქონდა, სპროკეტი შევცვალე, ვოტექსის პერფორმანს კიტი დავაყენე, რაღაც aftermarket ნაწილები, ცოტა დაუტუნინგე რაღაცა და 270 დადო. ერთი ეგ არის რომ კრაშები გასართობია, ალბათ შემწყდება ხოლმე ძალიან ბევრი და მაგარი მატერიალია. და მე მაგის გარდა ისედაც საინტერესოა რა, რაღაცას სწავლობ რა. ან ხრეში რომ დავინახე, დავიბენი, შემეშინდა იმის რომ ამას არ დავჯახებოდი და პირდაპირ წავსულიყავი და სანამ გავიაზრე, იქამდე მოვცურდი. ვიდან მოცურებული შევარდა პირდაპირ აი ამ სტოლბაში. მაგას შნულიც გვაქვს, სუსტი, კაბოსონიშვილი. 010325. მე მგონი შენი მოტოს ნაწილებს ხედა? ხო არ გადავა, აჰა. არ წაგვიდია ესე გაკეთე პლასმასი. აგერ მეგობრებო. აგე ნახე რა ხება პლასმასია. ხო. აი. და ეს დეტალებია როგორც ჩანს მაგიტო სხვა ფერი რა. ჩვენ გავაგრძელებთ რა თქმა უნდა სიამოვნებას არც ამ და არც სხვა უფრო მძიმე მოტო ავარიების გამო 99% რაიდერის არ ჩერდება, პირიქით როგორც ხედავთ მოტო უაღრესად ხოძეა
ჩვენ ისიამოვნებთ, თქვენც ისიამოვნეთ. იმედია რომ დღევანდელი ვიდეოდან რაღაცა წაიღეთ, გზაში გადაადგილებისას კიდევ ვილაპარაკეთ, რა თქმა უნდა. და თქვენ გისურვებთ რომ საერთოდ ეს რაღაცა არ დაგმართნოდეს და თუ დაგემართებათ პრობლემა არ არის, ყველა გვეშლება, ყველა ამ შეცდომაზე სწავლობთ. არხი გამოიწერეთ აუცილებლად, ისეთ გამოწერილი არ გაქვს, კომენტარი დატოვეთ, ჩასმული იქნება, მოკლედ აღწერაში არის ბმული გადაგით ეგახით გამოიწერეთ. მოდი შენ მოტოზე გადმოვждები. აქეთ ამაზე ჭდები? ის არ გაინტერესებს ახალი? განსხვავება მაინტერესებს, აბა როგორი იქნება. როგორი საცოდაობა მოტოების დამტრევა, აი გული მიწუხს. იმიტომ რომ ერთი არის რომ ფასი, ნუ ოკეი, კაი 6000 ლარად გააკეთა, მაგრამ რაღაცა ის სულიერი ის ხო არის რა. დემიჯი რომელსაც ფულით ვერ აკეთებ. 6000 ლარიც ნამდვილად დამტრევი ისევ აქ რო ყრია ბიჭო. ძალიან ციო წავედით, აღარ შემიძლია წავედით. ალბათ ძალიან კაი იდეა იქნება შემდეგზე რომ გადავიღოთ სამი თაობა. სამი ვერ შვები, სამს გადავმული. აჰა, სამი თაობა. სამი თაობა ZX6R. ნიკას ყავს მე-9, მე მყავს მე-10, თორნიკეს ყავს მე-11. აუ ესე მგონია რომ შემოდგომაა და სეზონის ბოლო გართობებს ვირგებთ იმე. მაგ დროს არის ხოლმე ესეთი საყენო. აუნციო იმენა. აუ რა ლამაზია ბიჭო. ბიჭს მოვლილი აქვს ჯაჭვი ადამიანურად, შესავით კი არა. აი ესე უნდა გამოიყურებოდეს ჯაჭვი, ხო მართალია. ჩემი რო ძონძივითაა. მგონია რომ პროსტა ვიზუალია შეცვლილი. ხმა ზუსტად იგივეა. აი პირველი, არა, ზუსტად იგივე ხმა როგორ არის? არა, ერთი და იგივე ძრავია დარწმუნებული. აუ გეომეტრიაც ბიჭო ყველაფერი იგივეა. აუ რა კაია წესიერი ეკრანი რა. მიდი აბა წადი. და მომიხევით ან რა ბიჭია. აბა კაი ხმა აქვს. კაი. ცოტა გავათვოთ საბურავები ხა. ხო. აუ აი უცხელად გითხრა. ხო. იმენა იგივე არის. ხო, აი ეგრევე ხარ აი ეხა მგონია რომ ჩემ მოტოზე აი ვაფშე განსხვავება არ არის. საერთოდ, ნუ აი ეკრანია უბრალოდ აი ულამაზესი რა. ბიჭო ხმაზეც ეთყობა რა, აი ძრავი როგორც კი დაიქოქა, აი ერთი და იგივე ძრავი არის. იგივეა ხო. პროსტა ის წინა ფარები არის შეცვლილი რა და საბურავია კარგად დაბერილი ჩემგან განსხვავებით. გადაბერილია თუ კარგი არის? მე მგონია რომ გადაბერილია. გასტენგზე აკრია რეზინები, რომელიც ძალიან კაია და მე რო ზონძივი დავდივარ, ეგრე აქ არ არის. საკმაოდ წინა მუხრუჭებს, ოდნავ გასაწევია. ხო და პირიქით მაგას გეუბნები, ანუ დაბლებში ძალიან კაი ჯანი აქვს თქო რა. და მიკვირს, ჩემთან შედარებით მე მგონი უფრო მეტი ჯანი აქვს. როგორ გავატრაკო, მგონი ტრაკი, შენ ის უფრო ლამაზი არის. ტრაკი? ხო, ცოტა უფრო აწეული აქვს იმას რა ქვია. მოდი აბა დაგვათვალიერე, ერთი წამი გვერდი დაუდგები და კამერაში რო ჩანდეს რა. ჩემსაც უფრო აწეული აქვს ბიჭო ტრაკი, არ გამაგიჟო. მე ეგრე აღვიქვა რომ უფრო აწეული აქვს ტრაკი. აუ არა ხო, ჩემი მოტო ძალიან ლამაზია, ხა წინ რო უყურებ. ბიჭო ხო და მაგას გეუბნები, უეჭველი სპროკეტი აყენია, უფრო კი, ძრავი იგივეა, სპროკეტი არის, ბიჭო, აი ზუსტად იგივენაირად დგას მოსახვევში, ხო არ გადავა იმენა. არა, იგივება, ჰიკია ცუჩი. თითქოს ოდნავ თითქოს მოკლე მეჩვენება, თითქოს. არ ვიცი. აუ, მაგრამ ვერ ვლაპარაკობ, ბიჭო, როგორ ცივა, გავიჩინე. ეს საფხულის კურტუკი რომ აცვია, ცივია. კაი მოხრუჭია ძალიან კაი მოხრუჭია. შესაც ძალიან კაი მოხრუჭია. შესაც კაი მოხრუჭია, მაგრამ ამას უკეთესია. ტინის ისენია? ისინი არის აქაც როგორც მახსოვს. ეხა მავიწყდება რომ სხვის მოტოზეზეა, მართლა გეუბნები, იმდენად ზუსტად იგივეა რომ ვერ გძნობ რომ რაღაცას სხვის მოტოზებზე ვარ. აი წინ რომ ხედავ რომ ჩემი მოტო მიდის, მაგითი ვხვდები რომ სხვის მოტოზე ვარ, თორე სხვანაირად ვერ ვხვდები. ორივე რომ მოჭევილები დავდივართ. ო რაღაცა. სხვისი მოტო რო არა. აუ იქ ცხვრები არ მინდა რა, დაწაყლები. არა ეს დახვეწილი არის ნამდვილად რა. ნამდვილად დახვეწილია რა. აი
ეტყობა რომ ახალია რა. რო არ გავატრაკოთ ბევრი. ეხლა ასფალტიც ცივია ალბათ. კი. ძალიან დიდი, ანუ ფაქტურად იგივეა რა. არა ბიჭო, ერთ და იგივე იქნება რა. ხმაც კაი აქ. ხო, ნუ უბრალოდ იგივე ხმას ეს გამოსცემს, ოდნავ ამახინჯებს ცოტა სხვანაირად რა. დიბატივია ჩემზე ხალი რომ მაჯდია. აბა რას მეტყვი? სამურავი და ანგარიშია დავერილი. პირიქით დაშვებული მაქვს ჩემი აზრით. ნუ იგივე თქვა. საიტას ისიო დახრა. ხო. ხარეთ ზარმატება საჭიროა. ანუ ხელს გიშლის რომ მოუხვიო. შენი პირიქით მე მომეჩვენა რომ თითქოს გადაბერილი არის, იმიტომ რომ ეგრევე იქით მიდის და კაია, შენ კარგად გაქვს რა. ხო და საერთოდ მავიწყდებოდა რომ სხვის მოტოზე ვარ, იმდენად აბსოლუტურად იგივენაირად იგრძნობა რა. მე მგონი ძალიან კაი იდეა იქნება შემდეგ ვიდეოში რომ გადავიღოთ შედარება. აი ესეთი რაღაცები რა. არა ბიჭო, ძალა ამასაც ძალიან კაია, არ არის სხვაობა რა, ვერ იტყვი რომ დიდი. არა ბიჭო, ძრავი იქნება ერთი და იგივე. მაგას მე მგონი მოუდი სხვა უხენია, ფრთხილად ცხენებია. შეიძლება ტრექშენი გაქვს ჩართული. ტრექშენი ერთზე სულ მაქვს ჩართული. შეიძლება გამართული ქონდა, ხო. არა, იმენა მაგარ ხოძე ვარ გადავ. ძალიან ცივა ბიჭო. მაგრად ცივა ხო. ამასაც მუღამი აქ ხარ, ანუ რაღაც ხანდახან მარტო ორნი რო ვართ, შეიძლება ეგ გაგისტორდეს, ხანდახან ბევრი რო ხართ, მაგასაც თავისი მუღამია. რატო არ მიდის? ჩვენ წავიდეთ თუ ახლა მე უი არა ბიჭო, ჩემი სოფიანი ძაღლივითა. მიჩეული რო ვარ, პროსტა ხო ხვდები? იასი. მე კიდე ამ twist-ებზე ჩემი თორქი, მაგრამ სიამოვნებს. აუ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალა გაქვს ბიჭო ხო. დაღმართში ვარ და აი უზომოდა ხოლოს და ხო გავჩერდებით, შევადაროთ თვითონ კამერას ხო აქ ეკრანი და უყუროთ რა. აი ხარდი 7 მეტრი იქნება დაშორება ჩვენში. რამდენი? 10 რა. 7 მეტრი? აი 10. ძალიან ბევრია ბიჭო 10 მეტრი. არა ბიჭო, რო ატორმუსდებ მე რო აწყვეტილი ვარ. 10 მეტრი არ არის სხვაობა, ეხლა ნაკლებია ჩვენ შორის. არა 10 მეტრი იქნება. აუ იმას სახში რომ პირველი რასაც ვიზავ არის გასტემის საწვავის აუზის იმას გამოვწერ ბილ. ხო, მიდი ბარემ გამოწერე. შეათხე ხო დიდი განსხვავება. აი ტურბოსკევაში ამოსული ნაკლეიკასავით ხმარობ ამ მოტოს რა. ფოტოებს ვიღებ. სვეჩი, ანუ არა და თელი მუღამი ეგ არის. რატო გავჩერდი? ძალიან გავჩერდი. არ გაჩერდე. საქართველოს ბანკი.
IT-ში რო ყოფილა და შენ რომ მიხვდი. მაგარი ხალხი ხართ ეს IT-შნიკები, შორიდან ცნობთ ერთმანეთს. აბიჯო. არა და რა მაგარი კაცია, რა საკაიფო ურთიერთობა აქვს იმასთან და ისინიც როგორ кайფობენ და რა მაგარი მოგონება ექნებათ, როგორ იღადავენ. ჩვენ ძალიან დასტრესილიერი ვართ. ამხლებებელი ბებერი ქალები წერენ მაგას, თორე წესიერი რას დაწერს მაგას. ბიჭო, ხო. ამოვლა საჭიროებს მგონი კიდე რა. აუ აქ რა ფერები იქნება ვიდეოში. აი ხარ ჩაუხვევ, ერე გაიჩიქება ეს. აი აქ არის ხო? არა, აი. ეხა ჩაუხვიე და არია ბიჭო ძალიან. შემიძლია, აი ცოტა გავთბეთ რა. სად არიან ისინი? აუ აქეთ ცოტა სითბოა.